ანი, როგორ დავიცვათ პირადი საზღვრები და ზოგადად რა არის პირადი საზღვრები? პირადი საზღვრების ახსნით დავიწყოთ და პრაქტიკული მაგალითით. პირადი ჩემი საზღვარი არის ის, სადაც არ მინდა რომ მომიახლოვდნენ. არ გადმომიკვეთონ ეს წერტილი. მაგალითისთვის მოვიყვანდი, როცა რაიმე სოციალურ სივრცეში არ აქვს მნიშვნელობას ადვართ, ვიღაც მოდის და გიდგება ძალიან ახლოს ფიზიკურ კონტაქტში. ამ დროს ხო ხელში იწყება შეშმუშნა, რაღაცა გაურკვეველი ემოციები, რომელსაც ვერც ვეწევით, ვერც ახალს ვარქმევთ. მე ამას უკვე ვარქმევ ხოლმე, რომ პირად საზღვრებს მირღვევენ და ზოგადად ჩემთვის პირადი საზღვრების დარღვევაა ეს. ანუ ფიზიკურ კონტაქტში, როგორც წარმოვიდგენთ, ჩვენს ირგვლივ წრეს თვალები რო დავხუჭოთ და რა დოზით მინდა რომ მომიახლოვდეს ვიღაც ადამიანი. ეს არის ჩემი ფიზიკური საზღვარი. ეს რა თქმა უნდა ყველას არ ეხება, არიან ვიღაცები, ვისაც ვირჩევ, რომ ფიზიკურ სიახლოვეში მაგალითად უფრო ახლოს მოვიდეს. ამიტომ ნებისმიერი ჩემი ფიზიკური საზღვარი სხვადასხვა ადამიანთან იცვლება და ზოგადი როგორია ეს კიდე ცალკე ამბავია და აქაც იგივენაირად შეგვიძლია რომ მოვხაზოთ წრე, რა დოზით შეუძლია რომ მომიახლოვდეს. იგივეა ფსიქიკურზეც, რომელიც ფიზიკურიდან იწყება აუცილებლად და ფსიქიკურში ეგეთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, სადაც მე არ ვამბობ მაგალითად არას, ან ვერას, ან არ შემიძლია რომ ჩემი აზრი, ჩემი უკავშირი გავუზიარო ვიღაცას, იმიტომ რომ ის მოდის და მეუბნება რომ მე თუ ამას არ გავაკეთებ, ან მის სურვილს არ შევასრულებ. მე აღარ ვიქნები კარგი, მიღებული. მანიპულაციას ამ შემთხვევაში არ განვიხილავ, ეს მანიპულაცია და შეიძლება ხანდახან რომ განვიხილოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში რადგან პირად საზღვრებზე ვსაუბრობთ, აქაც იგივეა, რომ ჩემი პირადი საზღვარი არის ფსიქიკურადაც იქ, სადაც მე რაღაცის გაკეთება მინდა, ან არ მინდა. თუ არ მინდა, ვამბობ არ მინდას და აღარ ვაძლევ ადამიანს იმის უფლებას, რომ შემაფასოს და საზღვრები დამირღვიოს. საბოლოოდ ამ ორის გაერთიანება არის იდეალური პირადი საზღვარი და ყველაზე კარგად მაინც წარმოვიდგენდი მდგომარეობას, სადაც ჩემს თავში ვგრძნობ თავს მყარად და შემიძლია არას თქმა.